ლადო გუდიაშვილი ქართული მოცეკვრის მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, საოცრად უნიკალური ხელწერის მქონე ხელოვანი გახლდათ. ბატონი ლადოს შემოქმედება სწორედ იმითი არის საინტერესო, რომ მას კვებავს სამი, ასე ვთქვათ, არტერია მკვებავი. ეს არის პირველ რიგში ჩვენი შუა საუკუნეების კედლის მხატვრობისთვის დამახასიათებელი საოცარი ხაზობრიობა, დეკორატიულობა, ეს მონუმენტალიზმი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ეს გახლავთ ფიროსმანთან ზიარე, მისი შემოქმედების გაცნობა. ბატონი ლადო, რომელიც მას ახლოს იცნობდა და მესამეც კიდევ გეტყვით აუცილებლად ეს არის ავანგარდი, ევროპული მოდერნიზმი. ძალიან საინტერესო თანამშრომლობა შედგა ჰეიდარ ალიევის ფონდსა და ლადო გუდიაშვილის ფონდს შორის. ბაქოში, აზერბაიჯანში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში გაიხსნა ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს გამოფენა მოიცავს მხატვრის მთლიან შემოქმედებას. ყველა პერიოდს იწყება პარიზის პერიოდიდან და უკვე ბოლოს გარდაცვალებამდე. მადლობელი ვარ, რომ მადამაიც მიამირჩიეთ, მაგრამ ეს მოხდა იმიტომ, რომ ამ შესანიშნავ ქვეყანაში, აზერბაიჯანში, ბაქოში მოხდა ისეთი ამბავი, ეს ისეთ მაღალ დონეზე იყო აღნიშნული, ძალიან იღბლიანი ადამიანი აღმოჩნდი მე, რომ ასეთმა ბუმბერასმა ადამიანმა ჩვენ ანსამბლი ორერა შემღეროდი მაშინ და რობერტ ბაძიმაშვილი, რომელიც წინ იყურებოდა, მოუნდა ამ ბუმბერას ადამიანთან რაღაცა საერთო მოინახე მას ჩვენთან. ეს რა ჩანაფიქრი იყო, იცით? ტანსაცმელი სხვადასხვა ეროვნების გვინდოდა, რომ ესეთი რეკლამა გაგვეკეთებინა. და ძალიან გვერიდებოდა, რომ მანდამაიც მოინდომა რობერტიმ, რომ ლადო გუდიაშვილის სახელოსნოში და ძალიან მოწიწებით ყველანი მივედით მასთან. იცით როგორი ადამიანი იყო, ჩვენ ხელა გახდა, ჩვენთან ერთად ისე მოწონდა ეს თანსაძე, თანაც როგორ მახსოვს, არა თქვენ ასე დაჯეგით, ქალბატონიდან ქალბატონო იყო, მაგრამ ესე მახსოვს, აი ესეთი მოწიწებული და ესეთი გაზრდილი ადამიანი იყო, ინტელექტუალურად უმაღლეს დონეზე ასული. და მითხრა, რომ შენ დაჯექიო ამ კაბაშიო და დანარჩენები უკან მოგიდგებიანო და გვერდზე. ლადო გუდიაშვილი კომპოზიციის აგების დიდოსტატი იყო ყოველთვის. ფერით მეტყველების, ყველა კომპონენტი, რაც ჭირდება ფერწერას, მასში და რაც მთავარია, რაც ძალიან უყვარს ადამიანს, ის იყო ფანტაზიის, საოცარი ფანტაზიის მქონე ადამიანი. 96 წელს დაიბადა ლადო გუდიაშვილი და გუდიაშვილები მთიულეთიდან არიან საერთოდ, მაგრამ ცხოვრობდნენ თბილისში. ბავშვობიდან ხატავდა ის. ლადოს ფორმირებაში, ასე ვთქვათ, მის პროფესიულ არჩევანზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, რასაკვირველია მისი მშობლების და განსაკუთრებით დედის გარდა ორმა გერმანელმა მხატვარმა, თბილისის მკვიდრმა გერმანელებმა, რიხარდ ზომერმა და ოსკარ შმერლინგმა.
ზომერმა ნახა მოზარდი ლადოს ნამუშევრები და ურჩია მას, რომ მის მშობლებს უფრო სწორედ ჩაებარებინა სამხატვრო სკოლაში, ფერწერის და ქანდაკების სკოლაში, რომელიც ამ დროს თბილისში იყო ყველაზე ისეთი ავტორიტეტული სასწავლებელი, სანამ სამხატვრო აკადემია დაარსდებოდა, ექვემდებარებოდა კავკასიის ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი საზოგადოების მიერ იქნა დაარსებული 1902 წელს და იქ ასწავლიდან ფაქტიურად ის ხელოვანები, ვინც შემდეგ დააფუძნეს სამხატვრო აკადემია. გუდიაშვილი იყო ოსკარ შმერლინგის კლასში და როგორც კი ლადო ამთავრებს აი ამ სასწავლებელს, ის იღებს პირველი ხარისხის დიპლომს, მას შეუძლია ასწავლოს და ასწავლის კიდევაც ვაჟთა გიმნაზიაში, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, იწყებს თანამშრომლობას ჟურნალ გაზეთებთან. ეს არის თეატრი და ცხოვრება არსი და ამ დროს ის ძალიან ახალგაზრდაა, ფაქტობრივად 18 წლის არის, როდესაც უკვე ძალიან აქტიურად ერთვება თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში. 1916 წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ქართული კულტურისთვის, იმიტომ რომ ამ დროს ბრუნდება მიუნხენიდან თბილისში დიმიტრი შევარდნაძე და აარსებს ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებას. ეს არის ქართულ ხელოვანთა საზოგადოება, რომელიც აერთიანებს თბილისში მცხოვრებ მრავალი სხვადასხვა ეროვნების მხატვარს. ფუტურისტები ჩამოდიან, ძალიან ბევრი რუსი ფუტურისტები, აქაც ხდებათ ნიადაგი, ცისფერყანწელები ქუთაისიდან თბილისში ჩამოდიან, სიმბოლიზმი შემოაქვთ. ყველაფერი აი ეს მოდერნისტული, აი გრიგოლ რობაქიძე ამბობს კიდეც, რომ მეორე პარიზი იყო თბილისიო. აი ამ თავისი მოდერნისტული, აი საოცარი, ასე ვთქვათ, ხიბლით, რომელიც იმ პერიოდში იყო და ლადო აქტიურად იყო ჩართული. მან მოხატა ქემერიონი სუდეიკინთან, ზდანევიჩებთან, დავით კაკაბაძეც იღებს მონაწილეობას, ზალცმანი ძალიან მნიშვნელოვანი მოსე თოიძე და ირაკლი თოიძეც და იმიდან პარიზიდან რომ დაბრუნდა, სასტუმრო ორიანტი მოხატა. ეს ძალიან ლამაზი მოხატულობა იყო, ეს იყო თბილისის დაარსებაზე თემა, ეს იყო წყაროსთან ქალები, ნადირობა. მნიშვნელოვანი არის სამხრეთ საქართველოში ტაო კლარჯეთის ტერიტორია ექვთიმე თაყაიშვილის მიერ არაჩვეულებრივი საექსპედიციო მოძრაობა ფაქტობრივად, იმიტომ რომ იმ ექსპედიციებმა, რომელშიც დიმიტრი შევარდნაძეს მონაწილეობდა, ლადო გუდიაშვილი მონაწილეობდა, სტანევიჩი მონაწილეობდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ პირდაპირ ოშკის, ხახულის, აი ამ მხატვრობის გადმოღება, არა მხოლოდ მხატვრობის, ისინი იხატავდნენ აი წარწერები, სადაც იყო რელიეფები, ყველაფერს ფაქტობრივად, იმიტომ რომ ეს იყო ძეგლთა ფიქსაცია. 1919 წელს გადაწყდა მისი მივლინება პარიზში დავით კაკაბაძესთან ერთად. ეს იყო ისევ და ისევ ქართულ ხელოვანთა საზოგადოების სტიპენდია, ამ დროს საქართველოს დამოუკიდებელია და ამ მხატვრობისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ 1920 წლიდან 26 წლამდე არის ის პარიზში და ეს არის პირდაპირ ისეთი გაუხუნარი ფურცლები, მისი მოღვაწეობის ყველაზე საინტერესო ფურცლები, იმიტომ რომ აქ არის შეხვედრები პიკასოსთან, მოდილიანისთან, აქ არის ფუჯიტასთან, იაპონელ არაჩვეულებრივ მხატვართან. თვითონ იხსენებს თავის მოგონებებში კაფე როტონდას, სადაც ერთი და იგივე მაგიდასთან ისხდან ყოველთვის ლეჟე, პიკასო, იგივე მოდილიანი და ძალიან მალე მოდის მასთანაც აღიარება. ის ძალიან პოპულარული ხდება. უკვე დეკემბერში, ანუ ერთ წელიწადში ეწყობა მისი გამოფენა საშემოდგომო სალონში, მას ძალიან პოზიტიურად აფასებს ფრანგული კრიტიკა და პარიზის გარდა ეწყობა მისი გამოფენები მარსელში, ლიონში, გარდა ამისა ბრიუსელში, ამსტერდამში, ბერლინში, ნიუ-იორკში. უკვე 22 და 25 წლებში იფინება ლალიკონში და ბილიეს გალერეებში. მან შეძლო
რომ აი სწორედ თავისი ძალიან თვითმყოფადი ეროვნული მახასიათებლები შეერწყა თანამედროვე მიმდინარეობებთან და სწორედ ამიტომ იყო გამორჩეული. ფრანგი რეცენზენტები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. პირველი მონოგრაფია დაწერა ფრანგმა მორის რეინალმა 1925 წელს მან გამოსცა მონოგრაფია ლადო გუდიაშვილზე ფრანგულ ენაზე და იქ სწორედ ის ამბობს რომ გაოცებულია იმ რაღაცა საოცარი მხატვრობით რომელიც ლადო გუდიაშვილს აქვს და რომელიც არ გავს ფრანგულ პარიზულ მხატვრობას და რომ ფრანგულმა მხატვრობამ მასზე გავლენა არ მოახდინა, სწორედ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მისი მოდერნისტული პერიოდის ნამუშევრები, რომელიც მოიცავს ალბათ 10 წელს 1915-დან განსაკუთრებით 25 წლამდე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მხატვრობის ამ პერიოდისთვის, როგორც მოდერნისტული მხატვრობისთვის, ასევე ავანგარდული თბილისისთვის. ლადო გუდიაშვილს იქ ელოდა არაჩვეულებრივი მომავალი საფრანგეთში, მაგრამ ლადო ნოსტალგია ჰქონდა საოცარი. 1925 წელს, აი მიუხედავად აი ამ დიდი წარმატებისა, ლადო მაინც ბრუნდება საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ მას აქ დაბრუნებას არ ურჩევენ და 1926 წელს ის აწყობს გამოფენას რუსთაველის თეატრში. აი ეს იყო თითქოს საანგარიშო გამოფენა და ამ გამოფენაზე გამოტანილი იყო ის არაჩვეულებრივი ნამუშევრები, რომლებიც პარიზში იყო შექმნილი და რომლებიც ასეთი მოწონებით სარგებლობდა პარიზელ ცნობილ კრიტიკოსებში და აქ ისეთი ნელთბილი კრიტიკა დახვდა ამას ყველაფერს. თანდათან უფრო გაცივდა ტონი, თანდათან უკვე შეუტიეს კიდეც, რატომ არ პასუხობს მისი შემოქმედება იმ საბჭოურ რეალობას, რომელიც მას დახვდა. იმისთვის, რომ ფიზიკურად გადარჩე, ყველა ხელობას უხდება კომპრომისებზე წასვლაც გარკვეულ. და ასეთი კომპრომისებიც ბატონ ლადოსაც ჰქონდა, როდესაც მან გადაწყვიტა და შეასრულა ესეთი ბაკურიანის ანდეზიტი ნამუშევარი, მეორე მუშკორის სიკვდილი, ცხრის პარსვა და ეს ნამუშევრები, რომლებიც იძულებით შექმნა მან. თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ის შეიცვლებოდა, მას ვერავინ ვერ შეცვლიდა. ამ დროს მინდა გითხრათ, რომ პირდაპირ მაშველ რგოლად მოევლინა ბატონ ლადოს კოტე მარჯანიშვილთან შეხვედრა. ქართული თეატრის რეფორმატორთან კოტე მარჯანიშვილთან შეხვედრა მისცა საშუალება სცენოგრაფია შემოღვაწვა და აი მაშინ იმ არაჩვეულებრივ სპექტაკლს ლადო გუდიაშვილი გააფორმებს, ეს იქნება გრიგოლ რობაქიძის ვაჟა-ფშაველას მოტივებზე შექმნილი ლამარა. 40-იანი წლების საუბარი იქნებოდა ალბათ ძალიან ღარიბი თუ არ შევეხებით იმ საოცარ გრაფიკულ ნაწარმოებებს, რომლებიც ბატონმა ლადომ შექმნა და ლადო გუდიაშვილის შინაგანი ინტროვერტული სიღრმეების ამოტანის მცდელობა, მისი დამოკიდებულება ზოგადად ფაშიზმის წინააღმდეგ 42 წელს შეიქმნა პირველი სერია და თავისთავად ცხადია, რომ ფაშიზმი, ნაციზმის აღზევება, ეს საშინელი, ასე ვთქვათ, ომი, ეს ძლიერი განცდები სწორედ არის გადმოცემული ალეგორიული სახით. ლადო გუდიაშვილს შესთავაზა კალისტრატე ცინცაძე, რომელიც საქართველოს კათოლიკოსი გახდა, მოეხატა ქაშვეთი. სიამოვნებით დათანხმდა ლადო გუდიაშვილი და ლადო გუდიაშვილი 9 თვეს ზუსტად მუშაობდა აი ამ არაჩვეულებრივ მოხატულობაზე და შექმნა მხოლოდ ნაწილი, თქვენ იცით, ეს არის ღვთისმშობელი ყრმით, ეს არის ზიარების სცენა,
ეს არის ხარება. დიახ და აქ გამოიყენა მან ესე იგი წმინდანთა სახეებში ადამიანები, მისი მეგობრები, ასევე ლაზრიშვილი ეპისკოპოსი, თვითონ კალისტარტა ცინცაძიდანაც დახატა მან, საერო ხასიათი მიანიჭა ამ არაჩვეულებრივ მხატვრობას, მაგრამ ის შეაწყვეტინეს ეს მხატვრობა. არა მხოლოდ შეაწყვეტინეს, ამის შემდეგ ფაქტიურად დაიწყო დევნა საოცარი ლადო გუდიაშვილის სამხატვრო აკადემიიდანაც გამოაძევეს, სადაც ის არაჩვეულებრივად კითხულობდა კომპოზიციის კურსს და ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ლადო გუდიაშვილის ცხოვრებაში. რამდენჯერმე მიუბრუნდება ვეფხისტყაოსანს ლადო გუდიაშვილი. ლადო გუდიაშვილი ვეფხისტყაოსანს ისე აკეთებს, როგორც შუა საუკუნეების მინიატურისტი მხატვრები. აღმოსავლური ხელოვნება ძალიან გათავისებული ქონდა ლადოს. ჩვენ საქართველო ვართ აღმოსავლეთ-დასავლეთის შესაყარზე ყოფი ქვეყანა. ამიტომ აღმოსავლური ღირებულებები და დასავლური ერთმანეთს ერწყმის და ეს ერწყმის ლადოს შემოქმედებაში. ლადო გუდიაშვილზე საუბარი ალბათ არ იქნება სრულყოფილი თუ არ ვისაუბრებთ მასზე ასევე როგორც კინომხატვარზეც. ანიმატორიც იყო, პირველი ანიმაცია ფაქტიურად ლადო გუდიაშვილს ეკუთვნის. მან შექმნა შესანიშნავი, ასე ვთქვათ, მუჯირის რეჟისორი მუჯირის ფილმი იყო ასეთი არგონავტები და კოლხი და ფჩხილებში. მეტად საინტერესო რამ დარჩა განხორციელებელი ლადო გუდიაშვილს. ეს არის ბალეტი სერაფიტას გასეირნება, უნდა განხორციელებულიყო. დღესაც არსებობს 14 ესკიზი ერთმანეთზე უკეთესი. იმდენად ჰაეროვანი, არაჩვეულებრივ ზღაპრული, რაც ასე ახასიათებდა მას. როცა იბადები ესეთ სამყაროში, ეს ხდება ყოველდღიურობის ნაწილი. ჩემთვის ეს განსაკუთრებული არასოდეს არ ყოფილა, იმიტომ რომ ლადო, რომელიც თვითონ მიხატავდა ზღაპრებს და მიყვებოდა ამას ყველაფერს, ეს ჩემთვის იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობა და ყოველი დღის ნაწილი. თავიდან ბოლომდე იყო მოცული თავისი ხელოვნებით. ესე იგი, დილიდან საღამომდე მუშაობდა. ყოველთვის სწორება ქონდა ჩვენ აღებული ნინოზე. ნინო იყო ლადოს მეუღლე, მგელაძე, ნინო მგელაძე, გუდიაშვილი, იყო ხელოვნებაცოდნე, ასევე ღრმად განათლებული ქალბატონი. ძალიან უყვარდათ ლადოს მეგობრებს. კონსტანტინე გამსახურდიას წარწერა აქვს წიგნზე გაკეთებული ღრმად განათლებულ ქალბატონს ნინოს პატივისცემით. ნინო, რომელიც იყო საოცარი მეგობარი ლადოსი, მან აიღო მთელი ტვირთი, აი საშინელი პერიოდი, როცა ლანძღავდნენ ლადოს, აკრიტიკებდნენ. ნინო მაქსიმალურად ცდილობდა, რომ მისი ცხოვრება ყოფილიყო, ლადოს ცხოვრება ყოფილიყო ხელშეუხებელი. ყველანაირ პირობას უქმნიდა მას, რომ ლადოს ეხატა. საოცარი რწმენა ჰქონდა მისი ხელოვნების. აქ ცხოვრობდა, ესე იგი, ქუჩარი მისი სახელობის, ძეგლია ლადოსი გვერდზე და მისი ქაშვეთი, რომელსაც ყოველ დღე კოცნას უგზავნიდა. ლადოს საგამოფენო დარბაზი გაიხსნა 2011 წელს. ძალიან ბევრი მსურველი იყო, ვისაც უნდოდა მისი ხელოვნების ნახვა, დათვალიერება და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ გახსნილიყო ეს საგამოფენო დარბაზი. აი ჩემს უკან თამარ მეფეს ფერწერული ტილოა, ხო? ამ სურათსაც თავისი ისტორია აქვს, ესე იგი, ლადოს ეხმარებოდნენ და რჩევას აძლევდნენ ივანე ჯავახიშვილი და კონსტანტინე გამსახურდია, ესე იგი, რამხელა ფიგურები, ხო?
მოესწრო თავის აღიარება, საერთოდ დიდი წარმოდგენა არ ქონდა თავის თავზე. იძახდა, რომ თუ დრო გაივლისო და ვინმეს მოეწონება ჩემი ერთი ნამუშევარიო, ბედნიერი ვიქნებიო. ცოტა კიდევ მოითმინე გულო მალე ნუში აღპავდება კარტა. ეს არის გამორჩეული, როგორც გამორჩეული ხატვარი, მოღვაწე და ემსახურა საქართველოს გულით და სულით. უბედნიერესი ერი ვართ ჩვენ, რომელსაც ყავდა აი ესეთი ბუმბერაზი, განუმეორებელი. ესეთები არ მეორდება. ეს არის ერთი. მასიალებს კიდევაც რომ გითხრა და ცრებლებიც მომდის. კიდევ კარგი რომ დარჩა მისი ცეკვა ფილმში. პიროვნებას მე ძალიან დიდი მნიშვნელობას ვაძლევ, დიდი შემოქმედი რომ არის, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა რა საკეთებს ეს ადამიანი, როგორი პიროვნება, როგორ ცხოვრობს. ადამიანი ეს არის დიდი ასოთი რო იწყება ადამიანი. აი ეს არის ლადო გუდია.